მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 9. სხეული თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე უსაწყისო სიჩქარით h სიმაღლიდანო. ჩავწეროთ მოცემულობა, მოცემულობით რა გვაქვს? ესე იგი, უსაწყისო სიჩქარით, v0 უდრის 0 სიჩქარით ვარდება ეს ჩვენი სხეული h სიმაღლიდან, ასე. და მოგკითხებიან, რისი ტოლი იქნება სხეულის პოტენციალური ენერგიის შეფარდება კინეტიკურ ენერგიასთან h მესამედ სიმაღლეზე. ესე იგი, მოდი ესე hx უდრის h მესამედ სიმაღლეზე გვაინტერესებს ჩვენ რისი ტოლი არის e პოტენციის შეფარდება e კინეტიკურ ენერგიასთან. კარგი, დავიღოთ დედამიწის ზედაპირი გვაქვს დაუშვათ ასე. გარკვეულ h სიმაღლედან ვარდებაო, ავიღოთ გარკვეული h სიმაღლე, აი ეს არის h სიმაღლე. ეს არის h სიმაღლე. აქედან ვარდება დედამიწის მიზიდულობის ზეგავლენით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სხეული mgh-ი სიმძიმის ძალა მოქმედებს და ვარდება ქვემოთ. და რაღაც დროის შემდეგ ის მოიქცევა, აი ამ სიმაღლეზე ხო ჩამოვა ეს ჩვენი სხეული. აი ამ სიმაღლეზე ჩამოვა. აი სიმაღლე არის უკვე h მესამედი, hx უდრის h მესამედ სიმაღლეზე ჩამოვიდა. ეს თუ h მესამედი სიმაღლეა, მაშინ აი მთლიანად ხო h-ი არის. ის ქვემოთა თუ h მესამედია, მაშინ ზემოთა ნაწილი გამოგვივა 2h მესამედი, 2h მესამედი. და ახლა მოდით, ენერგიის შენახვის კანონი ჩავწეროთ, ხო? უმაღლეს წერტილში სრული ენერგია რის ტოლი იქნება e სრული უმაღლეს წერტილისთვის ტოლი იქნება უმაღლეს წერტილში პოტენციური ენერგიას mgh-ს დამატებული უმაღლეს წერტილში კინეტიკური ენერგია, თუმცა უმაღლეს წერტილში ჯერ საწყის მომენტში სიჩქარე არ გააჩნია, შესაბამისად სიჩქარე არ აქვს საწყის მომენტში. ამიტომ ამას კინეტიკური ენერგია აღარ ემატება, ნული არის. ამიტომ პირდაპირ mgh-ში მთლიანი ენერგია არის დამყრილი პოტენციური ენერგიაში, რომელიც ტოლი უნდა იყოს, აი აქ რომ მოვიდა, აი ამ წერტილში რომ მოვიდა, კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამის. აი ამ წერტილში როცა მოვიდა, აი აქ პოტენციური ენერგია გაუხდებოდა mgh მესამედი, რადგანაც ამ წერტილში h მესამედი სიმაღლეზეა და კიდე დაემატება აი ამ წერტილში რა სიჩქარეც ჰქონდა. mv სიჩქარე ჰქონდა რაღაც დაუშვათ mv კვადრატ ნახევარი. ანუ ეს არის კინეტიკური ენერგიის წვლილი h მესამედ სიმაღლეზე. საიდანაც რა გამოგვდის ჩვენ mv კვადრატ ნახევარი, აქედან ტოლი გამოგვდის h მესამედ სიმაღლეზე, აი ამას mgh-ს გამოკლებული აი ეს mgh მესამედი, mgh მესამედი, ეს ტოლი იქნება საერთო არის 3 mgh-ს კიდე 1 mgh-ში რო გამოკლდება 2 mgh-ში. ესე იგი h მესამედ სიმაღლეზე e პოტენციური ენერგია ტოლი იყო, როგორც გავარკვიეთ, გავარკვიეთ რა, h მესამედი სიმაღლეა და შესაბამისად h მესამედ სიმაღლეზე პოტენციური ენერგია არის mg h მესამედის ტოლი, ხოლო კინეტიკური ენერგია იყო აი ეს, ხო? აი ეს ქონდა, რომელიც აგერ ვიპოვოთ, ხო, რის ტოლიც არის? აი ამის ტოლი არის. კინეტიკური ენერგია h მესამედ სიმაღლეზე, ესე იგი ეს არის 2 mgh მესამედის, კი ბატონო. ეხლა აი ზემოთ რაც გვიწერია mgh მესამედი და აი ეს სიდიდე ერთმანეთის ტოლი არის, ხო? შესაბამისად, აი ეს აქ რაც გვიწერია, აი ეს e პოტენციური ყოფილა. e პოტენციური, ანუ e კინეტიკური უდრის 2 e პოტენციურს, საიდანაც e პოტენციური თუ უდრის 2 უფრო უკაცრავად e კინეტიკური თუ უდრის, აი ეს თუ უდრის, e კინეტიკური თუ უდრის, e კინეტიკური თუ უდრის, პოტენციურია, უდრის 2 e პოტენციურს, მაშინ აქედან საბოლოოდ რომ დავწეროთ ჩვენ პასუხი, e პოტენციის შეფარდება e კინეტიკურთან, ტოლი იქნება 1/2-დის. რომელიც არის პასუხი B.